მოგესალმებით, მეგობრებო, უნდა გავაგრძელო ისევ წინა ციკლი ვიდეოსი მთვარე ნიშნებში. ეხლა აღარ თავიდან აღარ გავიმეორებ ყველაფერს, რომ ეს მთვარე ჩვენთან ეს არის არაცნობიერი, ოღონდ ისეთი მარტივი არაცნობიერი, ძალიან ისეთი ღრმა არაცნობიერი არა. ჩვენი ემოციები არის, რას გრძნობთ, მაგალითად, სხეულთან კონტაქტი, დედასთან ურთიერთობა როგორ ჩამოყალიბდა, ხო? მთვარე აგებს პასუხს მაგალითად აი ფროიდი რო აპოვდა ორალურ ფიქსაციაზე, ხო? აი ეგ თემები არის მთვარესთან დაკავშირებული, დედასთან როგორ განვითარდა ჯანსაღი მიჯაჭვულობა ან არა ჯანსაღი მიჯაჭვულობა, ან საერთოდ ვერ განვითარდა მიჯაჭვულობა. მოკლედ, აი ეს თემები მთლიანად მთვარესთან არის ჩვენთან ასოცირებული და მთვარით რომ აი პირად რუკაში მთვარეს რო შევხედავთ, უკვე ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია გავიგოთ, როგორ აქ ადამიანს საერთოდ სხეულთან და ემოციური შინაგან სამყაროსთან კონტაქტი, ხო? აი, როდესაც არის მძიმე ასპექტებში მთვარე, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ან ზრუნვა ჭირდება ძალიან, ემოციური ზრუნვა, ემოციური დანახვა მაგალითად და ის ცდილობს მაგალითად შეიძლება სხვებს დაეხმაროს, სხვებზე იზრუნოს, ან საერთოდ არავის არ იკარებს, იმიტომ რომ ნდობა არ აქვს, ბაზისური ნდობა არ აქვს, მაგალითად გარემოს მიმართ, ხო? განსაკუთრებით ახლა პლუტონი როცა არის ასპექტირებული მთვარესთან, ეს არის უკვე რაღაც დრამები, მოდით ესე ვთქვათ, ოჯახში, ან დედასთან, ან ემოციური დრამები. შეიძლება ეს რეალურ სივრცეში როგორც მოვლენა ისე არ განვითარდა, მაგრამ ემოციურ დონეზე ცხოვრობდა აი ამ დრამას, ხო, ადამიანი. რაღაც იყო შეიძლება იქ ემოციურად სიღრმის მოთხოვნილება, ურთიერთობის მოთხოვნილება, მაგრამ არ იყო ეს სივრცე, ან პირიქით გადამეტებული მიჯაჭვულობა იყო დედისგან მაგალითად, ხო? და აი ესეთ რაღაცებს ხედავთ ხოლმე, ასპექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნიშნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სახლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ესე იკინძება ხოლმე ერთი რომელიმე პლანეტა მაგალითად ჩვენ რუკაზე. იმ ენერგიას ჩვენ როგორ ვავლენთ აი ამ სამყაროში და ჩვენშიც როგორ ცხოვრობს ეს ენერგია. აი ამ ყველაფერს ხედავთ ხოლმე, სათითაოდ ესე გავდივარ მე მაგალითად ვენერას რო უყურებ, მთელ ასპექტებს უყურებ, იქ სასწორკუროს ზოდიაქოს ათხვდება, იმის მართველი არის ვენერა, რა ასპექტებში ყველაფერს უყურებ და გასაგებია უკვე ვენერას ენერგიას როგორ იჭერს ადამიანი, ხო, როგორ გამოხატავს. აი ჩვეულებრივი ადამიანზე თავის სურვილებს როგორ გამოხატავს. ხა ჩვენ ვისაუბრეთ მთვარე ნიშნებში მდებარეობაზე, მოკლედ რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა ესეთი ძირითადი რაღაცები გითხარით, რომელიც ემოციურად შეიძლება უფრო ახსნადი იყოს თქვენთვის, უფრო კონტაქტზე გახვიდეთ ამ თქვენს მთვარესთან, შინაგან სამყაროსთან, ხო, მოდით ესე ვთქვათ და ჩვენ გავიარეთ მთვარე ქალწულამდე და ეხლა ყავს რიგში სასწორი, მთვარე სასწორი და მთვარე მეშვიდე სახლი. ეხლა სახლებს ცალკე კიდე გავდივართ, მაგიტომაც რომ ვიღაცას მაგალითად კუროში ყავს მთვარე და მეშვიდე სახლში და ეს შეგიძლიათ მე როცა სასწორზე ვილაპარაკებ და მეშვიდე სახლზე დაიწყოთ ამის სინთეზირება, ხო, ამის ანალიზი, როგორ შეიძლება ეს ერთად იყოს. ეხლა ვისაც საერთოდ უფრო ღრმად გაინტერესებთ, პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან და არა მარტო მთვარეს არამედ ყველაფერს გავდივართ მან, ზოგადად მთლიანად ანალიზს ვაკეთებთ ადამიანის და თერაპიულადაც ვმუშაობთ, მაგალითად თერაპიულად, რას ნიშნავს თავისი რუკა უნდა აცხოვრო ადამიანს, თორე ის ინფორმაცია თუ ჩაიყარა თავში, ის აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გაწუდება, ხო? ნუ არაფერი არ იქნება მისთვის ეს ინფორმაცია სარგებლიანი, უბრალოდ ჩაილექება როგორც ინფორმაცია, ხო? და ეს ვიდეოები კიდევ დაგეხმარებათ, იმედი მაქვს, ბევრს მაგალითად, რომ აი უბრალოდ გაერკვეთ უკვე მთვარეს. მე ნენელა სხვა პლანეტებზეც ჩავწერ, სახლებზე მაქვს ძალიან ბევრი ვიდეო, იმიტომ რომ ქართულ სივრცეში არ არის, იცით, ეს ქართულ ენაზე, ესე გამოხატულად, რომ აი ანალიტიკური ასტროლოგია, ის კი არა რომ აი ეს შაბლონურად ნათარგმნი ტექსტები მაგალითად, არა, აი ანალიტიკური, რომ აი ემოციურად რომ ავხსნათ, პრაგმატულადაც რომ ავხსნათ მაგალითად, ხო? აი ესეთი სივრცე მაინც ქართულ ენაზე არ არის ხოლმე და ვცდილობ რომ რაღაც საგანმანათლებლო რაღაც შემოვიტანო შტრიხი, ესე რომ ვთქვა, ჩვენ საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში. ეხლა რო გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესი არის უფრო ინტელექტუალური ასტროლოგიის ნაკლებად, უფრო აი ზოდიაქოებზე, აი პრიმიტიულ მარტივ ინფორმაციებზე არის ხოლმე, ჩემგან არა, რა თქმა უნდა, ზოგადად გულისხმობ. და უფრო აქტიურობა და ინტერესი, თუმცა მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ინტელექტუალურ მაღალი ხარისხის ასტროლოგიის ტრანსლირებას, ესე რომ ვთქვა, და გადმოცემას.
საერთოდ ერთი 10 წლიანი ციკლი მაქვს ხოლმე 10 წლის ვიდეოებს რომ ვდებდი ხოლმე ახლა უფრო ესვით რას ვამბობდი და 10 წლის შემდეგ ხანდელი ვიდეოები კიდევ უფრო გასაგები იქნება და ესე ამ ციკლში მოკლედ სადღაც ავეწევით ერთმანეთს ასე რომ ვთქვა. ნუ ეს ისე ლირიულად რომ გადაუხვიოთ, ამიტომ ხოდა იმას გულისხმობ რომ ჩემთან ის უფრო ქველმოქმედებას გავს გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ვიდეოები ვიტრე რაღაც ისეც რეალურს, მაგრამ ნუ ვისაც სჭირდება ის მოდის უსმენს და ბევრიც ესმის ხოლმე საკმაოდ. ახლა მთვარე, როდესაც მაგალითად რომ გავაგრძელოთ ახლა ესე კომბინაციები ვინც აქამდე იყო და მოусმინა, მით უფრო შეუძლია აი ეს მერე დაამატოს სახლების კუთხით ან ნიშნების კუთხით. ასევე ჩემს ვინც არიან ხოლმე ასტროკურსის მოსწავლეები ბჭყალებში, ხო? მან პირდაპირ ინსტრუქციაც მიდევს ხოლმე, ჩემს დახურულ ჯგუფშიც მიდევს ინსტრუქცია ChatGPT-ში მაგალითად ხელოვნურ ინტელექტში, როგორ შეგიძლიათ ასტროლოგიური კომბინაციები ჩაწეროთ თქვენი. და იქიდან ძალიან ბევრი ინფორმაციებს ახლა ადრე თუ გუგლავდით და ერთი რა ვიცი 500 სტატიას ვკითხულობდით, ნუ თვენაზე ხა ქართულ ენაზე ასტრობლოგი იყო მარტო და ასტროლოგია.gi და ხა ბევრი არ არის ჩვენთან საიტები ქართულ ენაზე და ChatGPT ძალიან კარგი ვარიანტი არის, მან დაგუგლოთ, ნუ ეს მთვარის მდებარეობაზე კიდევ უფრო ჩაშალოთ. უბრალოდ მოხგანებით ისე ვცდილობ რომ მოგაწვდინოთ არაშაბლონურად, უფრო რომ შინაგანად გაცნობიეროთ ეს თქვენი მთვარე. მაგალითად, ვისაც ყავს მთვარე, ნუ ან მეშვიდე სახლში, ან სასწოლის ზოდიაქოში, რას გებულობთ ახლა ამ ადამიანზე, ხო? სასწორი ჩვენთან იცით რომ ეს არის ჰარმონია შინაგანი, ეს არის ორი პოლუსები, აი საპირისპირო პოლუსების გაერთიანების მცდელობა. შესაბამისად, აქედან მოდის დიპლომატიური უნარები, ანუ მე თუ შემიძლია ჩემში გავაერთიანო საერთოდ სხვადასხვა ენერგიები, პოლუსები, ხა საიდან მოდის ხო ეს დიპლომატიური სამსახური მაგალითად, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესის ადამიანებთან მიდის მოლაპარაკება, რომ რაღაც ერთ წერტილზე დასვა და რაღაცნაირად შეთანხმდნენ, დაახლოვონ პოზიციები ერთმანეთთან და არა დააშორონ. ეს არის სასწორის ენერგია. აი ვერძი პირიქით უფრო თავისავისი არის და ნაკლებად იცის რაღაც ვიღაცას მოусმინოს, მე იმპულს გულისხმობ აქ ნიშანს და არა თვითონ ხალხს და ზოდიაქოს ესე შაბლონურად. და მაგისთვისაც არის ვერძი რომ იქ ვიღაცებთან გარიგებებში არ შევიდეს და უკვე თავის გზა გაიკლიოს, მაგრამ სასწორი ეს არის ზუსტად ეს გააერთიანოს სხვადასხვა მხარეები, სხვადასხვა ენერგიები, საკუთარ თავში დაიტიოს მთელი სამყარო, მოდით ესე ვთქვათ, ხო? სასწორი ეს სასამართლოს ისეთი ის არის მაგალითად სამართალთან არის კავშირში, დიპლომატიასთან, სილამაზესთან და ესთეტიზმთან ასევე სხვათა შორის, იმიტომ რომ აი ამ ურთიერთობას, აი ამ დიპლომატიურ ურთიერთობებს ჭირდება შიდა ჰარმონია, ჭირდება რაღაც მომხიბლელობა. ხო, ვენერა მართავს აქ. მარსი თუ არის იქ მუშტებით მივდივარ რაღაცის გასაკეთებლად, ჩემი ინტერესების დასაცავად, ვენერა ქალური ენერგია არის, ვენერა მართავს სასწორს. ვენერა ქალური ენერგია, პასიური ენერგია არის და მას ჭირდება უფრო მომხიბლელობით მაგალითად მომხიბლელობით თავისი პოზიციები გაიმყაროს, ხო? ეხლა ადამიანთან რაც უფრო სასიამოვნო ვართ, რაც უფრო დიპლომატიურად და ესე ვიცით მორგება ეს ქალური ენერგია არის, ხო? მით უფრო შეიძლება დავიყოლიოთ, მით უფრო დავაინტერესოთ და იქ კონფლიქტით კი არ შევიდეთ, ან თავდაცვაში კი არ დავუყანოთ ადამიანი, არამედ პირიქით შიდა ჰარმონიაში. აი მთელი ახლა რაზეც ვილაპარაკე, ადამიანს აქ ემოციურად შინაგანად აღქმაში ეს, რომ აი ის ჰარმონია უნდა იყოს გარემოშიც, მაგალითად საკუთარ ოჯახში. მაგალითად ესეთ ადამიანს ემოციურად ძალიან დიდი დისკომფორტს აყენებს კონფლიქტები, აგრესიები. სადაც ვერ ნახავს რომ აი ესე ურთიერთკავშირი არის ერთმანეთთან რომ აი მე ჩემს საზღვრებს ვიცავ შენ საზღვრები დაიცავე აი აქ უკვე ძალიან დიდი დისკომფორტი არის მთვარე სასწორის ზოდიაქოში ხო აი მზე ცოტა სხვანაირად მუშაობს მზე ცნობიერად ეს არის ადამიანი ხაშეს ორივე სახასიათებს მერყეობა ხო იმიტომ რომ ვერ ვიცავთ პოზიციას დაზიანებული თუ არის ან მზე სასწორში ან მთვარე სასწორში ორივე განსაკუთრებით ეს ძალიან მერყეობა არის შინაგანად ხო აი ვერ ვარჩევთ ვამბობთ ხოლმე რომელი ვარიანტი ავირჩიო ან მე თუ რაღაც მინდა ვიღაცამ რომ მითხრას უკვე ეგრე არ არის აი იქ უკვე მერყეობა მეწყება რომელია მართალი ვეღარ ვიგებ იმიტომ რომ სასწორის ფუნქცია ეს არის რაღაცნაირად შეთანხმებულად
ერთმანეთში ვიყოთ შეთანხმებულად, ისე გავაკეთოთ რაღაცები და აქ თუ პატარა განსხვავებულობა არის და რაღაცნაირად იქ ინდივიდუალიზმია გამოსავლენი, ხო, მთვარე ზოგადად სასწორში ემოციურად ისტრესება ძალიან და ამიტომ ასეთი ხალხისთვის მნიშვნელოვანი არის მაგალითად სხვების აზრის მოსმენა, მაგალითად რჩევების მიღება, ან გარემო უნდა ეთანხმებოდეს, ან ეს უნდა ეთანხმებოდეს გარემოს. ხო, მეშვიდე სახლის ესე არის, მაგალითად, იყოს ოჯახში რა სიტყვის ხალხი, ყველაზე ცუდ გაგებაში, ხო, აი ოჯახი რო არის, რომ აი ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ხალხი რა სიტყვის სიტყვაზე, ხო, ეს მიკროფონი შევარ იმას ქნას. ხო და აი ესეთი თემები შინაგანი ჰარმონია, იმიტომ რომ ოჯახში იყო აი ეს რომ დედა შეიძლება იყოს ესტეტი, შეიძლება იყოს სილამაზის მოყვარული, ან ყველას ეთანხმებოდა, ან საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ იყო. ეხლა ცუდ ვარიანტი, ქართულ ვარიანტს ხვები უფრო ეხლა. უცხოელებთან ასეთ ინტერპრეტაციას დიდად ევროპელებთან არ ვაკეთებ ხოლმე მთვარის სასწარის. ჩვენთან არის უფრო საზოგადოებაში რაღაც რა სიტყვის ხალხი თემა. და სასწორი ძალიან აქტიური არის, ამ ემოციურად ჩართული არის, აი ამ წმენა წარმოდგენასთან, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ მეორე კუთხით, როგორც ქალური ენერგია მთვარე, ну მამაკაცების შემთხვევაში ეს არის ძალიან ესტეტური, ძალიან დახვეწილი მანერების ქალები მოსწონთ, მაგალითად, აი თუ ბუნებრივი მოწონს მთვარე კუროს და მას სიამონებას ანიჭებს, ხო, სასწორი ეს უფრო არის ელეგანტური, დახვეწილი. მაგალითად, ისეთ არისტოკრატულ მანერებს და დახვეწილ მანერებს სასწორული ენერგია მართავს და მეშვიდე სახლი მართავს და შინაგანად ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მოყვარული დახვეწილი გარემოსი, ან ლამაზი გარემოსი, ან თვითონ მას სულ მოთხოვნილება, ან მანერებით იყოს დახვეწილი, ან თვითონ ვიზუალურადაც ესეთი ჰარმონიული იყოს, ხო? საერთოდ ყველა პლანეტის ენერგია, რომელიც შენში გვყავს, ძალიან გვეტყობა ხოლმე და ეს სასწორული მთვარე ძალიან ახდენს ქალზეც განსაკუთრებით გავლენას, რომ შეიძლება მაგალითად პარტნიორზეც იყოს მიჭოჭული, იმიტომ რომ პარტნიორული ურთიერთობა არის მთვარე, ემოციურად შეიძლება ადამიანს ძალიან დიდი მოთხოვნილება ჰქონდეს პარტნიორთან ურთიერთობის. ის შეიძლება იკარგება პარტნიორულ ენერგიაში ძალიან, ხო? აი კარგავს მეს, მაგალითად ცუდ ვარიანტში, მეშვიდე სახლშიც მთვარე, ხშირად ესეთი ვარიანტი არის, რომ აი მე ჩემი ემოციურად იმენა ჩავერთე პარტნიორულ ენერგიაში, რომ ჩემი მე დავკარგე. ზოგჯერ ეგეთი თემა შეიძლება იყოს აქ ჩვენ ვარიანტებზე საუბრობ ზოგადად ენერგიას და ტენდენციები ხა მაგალითად სხვა მთვარეს შეიძლება ხა მთვარე თხისრქა ნაკლებად რო ესე იყოს, ხო? რაღაც პარტნიორულ ურთიერთობაში გადასული, ან მთვარე ვერძი ნაკლებად რო მე დაკარგოს ურთიერთობაში. აი სასწოროს აქ ამის ტენდენცია, რომ მისთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვების აზრი, სხვებთან ურთიერთობა, ეს თუ მაღალ განვითარებული ადამიანი არის და ეს ჩვენი რაღაცა ქართული რა სიტყვის ხალხი თემა არ აინტერესებს, ხო? შინაგანი თავისუფლება თუ აქ იგურანი ყავს ჩართული რაღაცა ხათესი კომბინაციები არის, მან შეიძლება იყოს ის, რომ მას ემოციური მოთხოვნილება ჰქონდეს, მაგალითად, ესეთი მაღალ კულტურული არისტოკრატულ საზოგადოებასთან ურთიერთობის. არისტოკრატიას ახლა იმას გულისხმობ, ის კი არა მართლა ფილმებში რო იყო ხოლმე. შინაგანი საზღვრების შეგრძნება. აი სასწორული არისტოკრატული ენერგია ბჭყალებში ეს არის, როცა ადამიანი კულტურული არის და სხვის საზღვრებს არ შელახავს. მაგალითად, აქ იგულისხმება აი უხეშობა, აქ იგულისხმება აგრესიულობა, უზრდელობა, ან სხვის საზღვრები თლიანად. ნუ აი ეს სხვადასხვა თემებში რო ირღვევა. აი ეს სასწორი მთვარე ამას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს და არ სიამოვნებს და იქიდან ცდილობს, სადაც არ არის ჰარმონია, იქ არ იყოს. აი როგორც კი მთვარის სასწორს მე დაელაპარაკებით, ცოტა აგრესიულად ვიღაცაზე ხართ გაბრაზებული და უხვებით, ის არ იქნება თქვათ ესეთ კომფორტულად, ხო ხდებით? იმიტომ რომ მას ის რაც
გვაშორებს, რაც რაღაცნაირად კონფლიქტში გვსვამს ერთმანეთთან, ის მისთვის ემოციურად არ არის კარგად აღქმათი. ნუ მად მერე უკვე ვარიაციები არის მთვარე ამავე დროს რომელ სახლში. ახლა თუ პირველ სახლში არის, ეს ადამიანი შეიძლება იყოს სასწორული ენერგეტიკის შინაგანად, ხო, მაგრამ მე მიუხედავად იმისა, რომ პასიურია მთვარე პირველ სახლში, ხო, იმიტომ რომ პირველი სახლი ეს აქტიურად გამოხატვისთვის არის და ქალური პლანეტები მანდ რო ხდება, ადამიანი უფრო პასიური არის, უფრო მომლოდინი არის გარემოსგან, ვიდრე გაბედოს, ვიდრე ინიციატივები გამოავლინოს, მაგრამ აქ ცოტა დისონანსი ის არის, რომ მაინც თავის ემოციებზე ასე თუ ისე არის კონცენტრირებული, გარემოს გრძნობს, მაგრამ სადღაც არ ეკარგება იქ მე მაინც, ხო, ჩემი სურვილები, ჩემი სხეული, სხეულთან კონტაქტი მაქვს. და აქ შეიძლება ის იყოს ცოტა ირეოდეს კიდეც რაღაც მომენტში, რომ გარემო რაღაც სხვას ამბობს, სხვა არის საჭირო, მაგრამ მე ჩემი სხეული შინაგანად მეუბნება, რომ მე ცოტა სხვა რამე მინდა. და აი აქ შეიძლება კიდევ უფრო მერყეობა შემოვიდეს, რომ აი არ ვიცი, ისინი ავირჩიო თუ ჩემი თავი ავირჩიო, ხო? მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი არის ასპექტს, როგორ არის ასპექტირებული მთვარე, ხო? მთვარე ახლა ჰარმონიულად ეს დიდად არ შეაწუხებს, ორივეს გამოხატავს ადამიანი. ნეგატიური ასპექტი გააჩნია მერე უკვე იქ მართველი მთელი ამბავი, რომელია დომინანტი, ხალხის ხმა თუ საკუთარი თავის ხმა, ხო? აი ესე ვძერწავთ, კი არა, ვკინძავთ მე მთელ ფსიქიკას ადამიანის, მთელ გარემოება, გარემოსთან ჩვენი ურთიერთობა ეს ძალიან კარგად ფსიქოლოგიურად ჩანს პირად რუკაში, ხო? და შესაბამისად, აი ამ სახლებს ვაქცევთ ხოლმე ძალიან დიდ ყურადღებას, ახლა, როდესაც არის სასწორის ენერგია და იქ მერე მორიელურ მერვე სახლში ჭდება, ეს უკვე არის რაღაცნაირად ჩემ ჰარმონიას, ჩემ შინაგან მოთხოვნილებებს ყოველთვის რაღაც მე მორიელური დრაივი, უსაფრთხოების დარღვევა არ ყევს ხშირად, ხო? იმიტომ რომ აი ხა რო გადავიდეთ უკვე მთვარე მორიელზე, მიუხედავად რომ აი სასწორში ეს არის ესეთი არის რა, რომ ემოციურად კი ვარ მერყევი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის პირადი ურთიერთობები, ჰარმონია, სილამაზე, ესთეტიზმი. აი მთვარე მორიელში პირიქით არის, მეგობრებო, და ისიც გაითვალისწინეთ, როცა ამ კომბინაციებზე ვლაპარაკობ, ხა მთვარე, როცა სასწორზე ვამბობ, იქვე რომ მთვარე ვენერას შეერთება იყოს, ძალიან გავს უკვე მსგავს ენერგიას. როცა ლაპარაკობ მაგალითად მთვარე მორიელზე, ძალიან გავს მთვარე რამე ასპექტში თუ შემოდის პლუტონთან, ხო? პლუტონის ოპოზიცია, პლუტონის შეერთება, პლუტონის კვადრატურა, მსგავსი არის მთვარე მორიელისთვის დამახასიათებელი თვისებები. ოღონდ პლუტონი უფრო მძაფრად იძლევა ამას, ვიდრე უბრალოდ მთვარე მორიელი. ამიტომ აი ხა მთვარე და პლუტონის შეერთება თან მორიელში ეს უკვე ну, ცოტა რთული ენერგია არის, ემოციურად ადამიანი ძალიან რთული არის, საინტერესო ამავე დროს ეს რთული არ ნიშნავს ცუც ხშირად. და მთვარე მორიელიც ესეთი ტიპაჟი არის. შინაგანად მთვარე მორიელი არ გამოხატავს, არაფრით არ გამოხატავს თავის ღრმა ემოციებს, ამ დროს ძალიან ღრმა ემოციები აქვს ამ მთვარეს. აქვს ძალიან პირველ საფეხურზე უსაფრთხოება, ემოციური უსაფრთხოება. აქედან შეიძლება ეჭვიანობა მოდიოდეს, აქედან შეიძლება მესაკუთრეობა მოდიოდეს, ან ყველაფერი ან არაფერი არის ეს მთვარე. ანუ მე თუ ადამიანთან დავიწყებ ურთიერთობას, ძალიან უნდა ვენდობოდე, ძალიან უნდა გრძნობდეს, უგრძნობდე და შემდეგ. ეს არის ძალიან ღრმა ემოციური, ინტენსიური მთვარე. და აი ეს სხვათა შორის შიშებიც აქვს, აი მთვარე მორიელს შიშებიც აქვს, შინაგანი უსაფრთხოება არ დამერღვეს და იმიტომ რომ საერთოდ იყო უსაფრთხოება დარღვეული, ახლა მთვარე მორიელში რო ხდება, ეს უკვე ძაფრი, ინტენსიური გარემო არის, დედაც, რომელიც ღრმა არის, დედა, რომელიც რაღაც ან მორიელ თვისებებს ფლობს, ან მესაკუთრე არის, ან მანიპულატორია, მაგალითად მთვარე პლუტონსაც ახასიათებს ეს, რომ ან დედა მანიპულატორი არის, ან გავლენიანი არის, ან ოჯახი, რომელსაც უჭირავ ესე. და ჩემს პირად ემოციურ სამყაროში ესე დაუკითხავთ შემოდიან. აი ახლა მაგალითად მე რომ მთვარე მორიელი ყავდეს, მეგობარი მაგალითად, ხო და ან ბავშვი და აი ესე დაუკითხავთ მის ოთახში არ შევალ. სიტყვაზე, ხო? აბა რასაკეთებ ახლა? რატო აი ამ ზედმეტი ჩარევით მის ემოციურ სამყაროში შევდივარ ზედმეტად და ზედმეტად თავის დაცვას უნეიტრალებთ, ხედებით, იმიტომ რომ ესეთი მთვარე არის ძალიან ჩაკეტილი, მას არ უყვარს ეს ღია დაჩენოს თავის. ახლა თარი ტყუპები თუ ყველაფერს მოყვება ამ მთვარე ვერძი თუ გახსნილი არის და ყველა საჩვენებს თავის, მას მთვარე მორიელს არ უყვარს ეს ზედმეტი ხელების ფათური. საკუთარ სულში, ახლა ჩემთანაც კონსულტაციაზე რომ მოდიან ხოლმე, ხა მთვარე პლუტონი რო ერთად ყავთ,
უბრალოდ მე ძალიან გახსნელი და ისეთი ადამიანი ვარ, ხა ჩემთან ნაკლებად ეგ რო ხვდებიან ვინა ვარ. შესაძლოა მათი ეს მორიელი ცოტა ჩამოდის ხოლმე აი ამ რაღაც უსაფრთხოების ჯავშნებიდან, იმიტომ რომ მართლა მეორე დღე შეიძლება აღარც ვახსოვდეს არაფერი ხოლმე იმ კუთხით, რომ ჩემი ინტერესი უფრო არის და რაღაც ამ ემოციებთან კონტაქტი ვიდრე რაღაცა მაინტერესებდეს ახლა ადამიანზე, იმიტომ რომ სულ ესე უყურებენ თვარე მორიელები ხოლმე ხა რა ხდება, რატომ ხა რაღაც არ თქვა ემოციურად ისეთი, რომელიც მე ჩემ წინააღმდეგ იქნება ესე ხო გამოყენებული. ანუ რაღაც უსაფრთხოებები აქვს, რომელიც შეიძლება რეალობასთან აღარ იყოს უკვე საჭირო, ხო? ან აი ზედმეტად იკავებდეს თავს მაგალითად. ეს როგორც ზოგად ტენდენციას გეუბნებთ, რომ ყველა კი არ არის ესეთი. და კლასიკურ ფორმულაში ეს არის რაღაც დრამები ოჯახში, რაღაც კონფლიქტები, არა, უფრო ან ზოგჯერ ზოგს აგძიმე შემთხვევაში იქნება საავადმყოფობა შეიძლება იყო, ან რაღაცა მძიმე სენი, ახლა რთულ გამოვლინებებში, ახლა როცა პლუტონი და რაღაც მთელი ასპექტები არის. თვარეს აქ შეიძლება უკვე რაღაც უბედურება ოჯახში და რაღაც მძიმე ისტორიები, ოღონდ ესე არ არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის და აქ არის უბრალოდ ემოციები, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო და პირადი ცხოვრება, მოდით ესე ვთქვათ, აი სახლში რო შედის, იქ რაღაც მორიელური ხდება. დედასთანაც რაღაც მორიელური ხდებოდა და აქ ადამიანს უკვე უნდობლობა, ან შიში რამე ცუდი არ მოხდეს. ზოგჯერ ეგ არის, ვაიმე იმას არ დაემართოს რამე, ვაიმე ამას არ დაემართოს რამე. მაგალითად კლასიკური ფორმულა არის, როცა მორიელური ენერგია ძალიან ჭარბობს და ადამიანს ხალხს არ უნდა ბავშვის გაჩენა, იმიტომ რომ მოუკვდები მაგას რომ სიცხე კონდესო. ეგ რა მოხდა მე ხო სიტყვაზე, ან ძალიან მძაფრად აღიქვამენ ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. ემოციურად არის ადამიანი ძალიან ღრმა და ეს არ არის ზედაპირული ადამიანი შინაგანად პირიქით და თუ არაფერი არ ხდება თავს იჭამენ რომ ამბობენ მორიელზე ხო იცით მერე დრამებში არიან შინაგანად მაგალითად ხა თვარე მორიელი ქალისთვის აი რო უღალატოს ვინმე თუნდაც მეგობრულად ხა არ გულისხმობ რაღაც პირად ურთიერთობებს აი ძალიან ეხ სხვა მთვარეს თუ შეიძლება დავიწყდეს არ მეაქციოს მაგას ყურადღება ან მთვარე მორიელისთვის ეს ძალიან ეს იქნება რთული და ძალიან უპატიებელი მოდი ესე ვთქვათ ხო აი მაგის მიხედვით ხვდებით ადამიანთან როგორ უნდა ვიურთიერთოთ მისი შინაგანი სამყარო როგორ ახლა მე ძალიან მაინტერესებს ისეთ აი რომ თავიდან სანამ კონსულტაციაზე დავიწყებთ ადამიანთან თელ მის ასპექტებს უყურებ ფსიქოლოგიურად უყურებ და მათ ხვდები რა ვთქვა, სად არის სენსიტიური ადამიანი, სად არ არის სენსიტიური ადამიანი, ხო? და ამის მიხედვით გეგმავ ხოლმე მთელ კონსულტაციას, როგორ წარმართო საუბარი, რომ ადამიანისთვის იყოს ეს სასიამოვნო, ჰარმონიული და უსაფრთხოების განცდაც კონდეს, კომფორტის განცდაც კონდეს და ამ შემდეგ. ანუ ეგეთ რაღაცებში მთვარეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ და მორიელი განსაკუთრებით. არ შევდივართ, ხო, თუ თვითონ მომიყვებიან მაგრამ მე არ ვცდილობ რომ გავხსნა ძალით, იმიტომ რომ ეს სადღაც ქონდა დიდი დოზით უკვე ადამიანს, ეს ძალით შეჭრა მათ შინაგან სამყაროში და აღარ არის ხოლმე საჭირო ამ ტრამვის ან ამ დამოკიდებულების გამეორება. პირიქით ჩვენ უნდა შევცვალოთ ადამიანებს პატერნები, უნდა განსხვავებული ქცევა ვაჩვენოთ, რომ შენ თუ გინდა, თორე თუ არ გინდა, არანაირი პრობლემა არ არის. მე დაგეხმარები თუ გექნება სურვილი და მზაობა. ანუ როცა ისე თავისუფალ გარემოს თავისუფლ თვარე მორიელს უფრო იხსნება და უფრო ჩართული არის მე ურთიერთობისთვის და მე უკვე ტრანსფორმაციაც მოდის ემოციური და იცვლება უკვე არაცნობიერში აი ის ხეულებრივი შეგრძნებები ენერგეტიკულ დონეზეც კი იცვლება ხოლმე, რომ მორიელი ჩვენთან ენერგეტიკასთან არის ხშირად კავშირში, ხო? როდესაც ახლა მთვარე შვილდოსანზე რო გადავიდეთ, აი მერვე სახლი ბოდიშით რაც კი თქვი იგივე. აი ეს თემები არის მერვე სახლი მთვარე, ხო? ეს არის უსაფრთხოების დარღვევა, ეს არის კრიზისები ოჯახში, დედის გვარში შეიძლება რაღაცა ცუდი ხდებოდა, ან მძიმე ხდებოდა, ან მძიმე ავადმყოფობები იყო, ან რაღაც აი მორიელური ისტორიები იყო, ან რაღაც საიდუმლო იყო მაგალითად, ან დაფარულობა იყო, ხო? ეგეთ რაღაცები შეიძლება ძალიან ისე გამოხატულად ჩანდეს. მეცხრე სახლი მშვილდოსანი აბსოლუტურად სხვა არის. ეს არის მშვილდოსანი მთვარე შინაგანი მოთხოვნილება მოგზაურობის, ოღონდ ეს შეიძლება იყოს ფილოსოფიური, ინტელექტუალური მოგზაურობა, შეიძლება იყოს ფიზიკური მოგზაურობის მოთხოვნილება. ეს არის ყველა ემოციურად მინდა ყველაფერი გავადიდო.
აი ძალიან დიდი ემოციები ვიგრძნო იუპიტერთანაც იგივე არის მთვარე ხოლმე კლასიკური ფორმულა შეიძლება ან პედაგოგების ოჯახში გაიზარდა ეს ადამიანი შეიძლება მაგალითად დედა ყავს რომ ანუ ცხოველები ყავს ოჯახში გვარში რაღაცა უცხოური არის მაგალითად ან ოჯახში იყვნენ ძალიან ბევრნი ესეც არის ხოლმე ხო რაღაც დიდი ოჯახი ან რაღაცები ხდება ემოციურ დონეზე დიდი ოჯახიდან შეიძლება დედა იყო ესეთი აი ყველაფერს რო იტევდა ემოციურად ამხიარული ძალიან ესეთი აქტიური შეიძლება ხო და ანუ ცხოვეთში ყავს ოჯახი სიტყვაზე იმიტომ რაღაცნაირად ანუ ცხოვეთთან არის დაკავშირებული პედაგოგიკა არის ჩვენთან მეცხრე სახლიც და მშვილდოსანიც ხო და ეს არის ოპტიმისტური მთვარე ეს არის მხიარული მთვარე და ემოციური მოთხოვნილება აქვს სულ სხვა შეიძლება კეთილდღეობისაც იმიტომ რომ იუპიტერული ენერგია არის მშვილდოსანი და მე მინდა რომ ძალიან კარგად იყოს ჩემი ოჯახი ან ყველა ბედნიერი მინდა რომ იყვნენ იმიტომ რომ იუპიტერი ჩვენთან ბედნიერების პლანეტა არის და ყველა ბედნიერი მინდა იყოს, ყველა წარმატებული მინდა იყოს და ზოგჯერ შეიძლება ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს, ან ფინანსებს ხარჯავდეს ადამიანი თავის ოჯახზე, რომ იყვნენ ბედნიერები. მე ახლა ის შაბლონად გიყვებით, ხო, ეს ხო ხდებით. და შემდგომ უკვე ჩაშლა ხდება ხოლმე, მაგალითად შეიძლება მთვარე მშვილდოსან საინტერესებდეს ფილოსოფია, აინტერესებდეს უცხოელების ურთიერთობა, უცხოური კომპანიები, რეკლამა აინტერესებდეს, კარიერული წინსვლა აინტერესებდეს, მთელი რიგი იწყება მე ანუ ღერძი, ეს არის და მე ჩაშლა ხდება ხოლმე უკვე თავის ინდივიდუალურად ვის როგორ აყავს ეს მთარე იმის მიხედვით. შემდეგი ეს არის მთვარე თხისრქა და მთვარე მეათე სახლში ცოტა განსხვავდება მთვარე მეათე სახლში ერთმანეთისგან, იმიტომ რომ მეათე სახლი ჩვენთან კარიერა არის, მამის ენერგია არის, ბოსების ენერგია არის და წარმოიდგინეთ ახლა მთვარე რომ მეათე სახლში ჩდება, ძალიან ხშირად იცით რას ამბობთ ხოლმე, რომ ან დედა იყო მამასავით საყრდენი, ან დედა ბოსი ოჯახში მაგალითად, ის მართავდა ყველაფერს სიტყვაზე. ან мама იყო რაღაცა დედასავით ზრუნველი სიტყვაზე. ხო, როგორც წესი უფრო პირიქით არის ხოლმე ჩემ გამოცდილებით, რომ აი დედა იყო ჩვენთან ქალები არიან ძირითადად დომინანტები და ავტორიტეტები, რაც არ უნდა სხვა ნიშანში იყოს სიტყვაზე, ეს არის რომ აი ქალები არიან ჩვენთან აი ესეთი რა ძლიერები, პასუხისგებლიანები, ან ავტორიტარები, ან ბოსები რა, ესე რომ ვთქვა, ეს მეათე სახლთან არის აქ კავშირში მთვარის ემოციური მოთხოვნილება, დამოუკიდებლობის და მარტოობის, ანუ ემოციურ დონეზე ესეთი ადამიანი არის ბოსი. მთვარე თხისრქაც ესეთი არის, გულახდილად რო გითხრათ, ძალიან სერიოზული არის. განსაკუთრებით ქალი მთვარე თხისრქა ამბიციურები არიან, საკმაოდ ძალიან ხშირად ხა სხვა შორის ეგ გამორჩა მთვარე მორიელი ქალები კარიერაში მიდიან, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა გადავხტი ახლა მორიელი ხო არის რაღაც ომთან და ბრძოლასთან, მარსიანულ ენერგიასთან, პლუტონურ ენერგიასთან კავშირში და მთვარეს ქალური ენერგია არის, რაღაც ბრძოლაში შესვლა უყვართ ხოლმე მთვარე მორიელ ქალებს და მთვარე თხისრქა ქალებს უფრო ამბიციურობით მიდიან ხოლმე კარიერულად. ეს არ არის მთვარე თხისრქა ის ქალი, რომ ახლა გააჩინოს ბავშვები და სამზარეულოში იჯდეს და თუ მაგას აკეთებს, იქნება იქ ბოსი. ავტორიტარი. ხო და არა პლუტონური ავტორიტარი, არამედ შენ იმას აკეთებ, შენ ამას აკეთებ. ეხლა მე გეტყვით თქვენ აქ რა უნდა გააკეთოთ, ხო? მაგრამ მაინც ცოდვა არის ეს თვარე თუ არ ექნება კარიერა, თავის სახელი, თავის საქმე მაგალითად, თავისი მინიმუმ ყველაზე ისეთი არის ხოლმე, რომ ან მეუღლე უნდა ყავდეს ისეთი სერიოზული მაგალითად, ან გარემოცა უნდა ყავდეს სერიოზული, ხო? ანუ ეს არის შინაგანი მოთხოვნილება ცივი სერიოზული ურთიერთობების. ცივს რას გულისხმობ ახლა აქ? ახლა ნუ მე თვარე მყავს თხისრქაში და ახლა რეალურად რომ ჩემ ოჯახს შორის გოგოებს სულტარე თხისრქები ვართ. და იცით როგორ რაღაცა არის, აი მიუხედავად იმისა, რომ ხა ვენერა ლომი ვარ, ასიდენტი ლომი და მხიარული და რაღაც ისეთი შინაგანად ემოციურად, ხო? არასოდეს არ მოყარდა მაგალითად ჩემტოლებთან ურთიერთობა. ეხლა დაქალების ხავს 15-20 წლის დიდები ქალები. და ძალიან კარგად ვარ მათთან. 55 წლის, 60 წლის ქალებთან მეგობრობ ძალიან კარგად და ძალიან მავსებენ. არ მიყვარს უფრო ბავშვებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობა
ზედმეტად სერიოზული ვარ მაგისტრის ხოლმე. აი, შინაგანად რო გითხრათ, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა დღისრქა მთვარეები ყველა ეგრე არის, მაგრამ შინაგანად უყვართ მაინც უფრო სერიოზული ადამიანები. შეიძლება პატარა იყოს ვიღაც, მაგრამ სატურნიანელი იყოს მაგალითად, ხო? შეიძლება პარტნიორი მოეწონოთ, ხო და დღისრქის გავლენა უნდა გქონდეთ. ეს არ უნდა იყოს ახლა ცანცარა, ან არასერიოზული, არაპერსპექტიული, რო იტყვი ახლა და შემდეგ. აი ახალგაზრდა გოგოები, მთვარე დღისრქები, მათ სერიოზული ამბიცია აქვთ და ესეთი არაამბიციური კაცები შეიძლება ვერ მოხიბლონ. კაცების შემთხვევაში ცანცარაო რო იტყვიან ახლა ეს ქართულ ჟარგონებზე რო ვილაპარაკოთ და ხიარული და ისეთი ნაკლებად მოხიბლოს. მას სერიოზული, შემდგარი ან ამბიციური ქალი ჭირდება. აი ეს ვისაც დაეყრდნობა მაგალითად, ხო, ეს დამოუკიდებელი, ესეთი ძლიერი ქალები, თუნდაც შეიძლება პატარა იყოს, მაგრამ უკვე ამის მოთხოვნილება გქონდეს, რომ ის სერიოზული იყოს. ახლა ზოგადად შეიძლება იქ სატურნიანელი იყოს ეს ქალი, შეიძლება მეათესახლელი იყოს, შეიძლება დღისრქებში ყავდეს პლანეტები, ან კაცის შემთხვევაში თორე დღისრქა ესე ვლინდება, რომ ემოციურად მას სერიოზული ძლიერი ქალები მოწონს. იმიტომ რომ სადღაც დედა ყავდა ეგეთი. სადღაც დედა იყო მკაცრი, ან სერიოზული, ან ბოსი ოჯახში ზოგადად. სუც გაგებაში შეგვიძლია ეს ვთქვათ ხოლმე, რომ დედა, რომელიც იყო ცივი, ემოციურად არ იყო მისაწვდომი, ან თვითონ ადამიანს ჰქონდა ის, რომ ის იყო თვითონ ცივი დედასთან და აი ცოტა დისტანციაში იყო. ხაშურის მეც უმეუბნებოდნენ ხოლმე ოჯახის წევრებიც, რომ აი ესე წევ ხოლმე, არ მიყვარს ეს რაღაც ჩახუტებები და სითბოები და ძალიან სერიოზული ვარ და ჩემი და დედამთილი ხარო ჩემიო. ძალიან სერიოზული ვარ, ზევიდა რო უყურებ რა ბოსივით ყველას. ეს თორე დღისრქას ახასიათებს და გაითვალისწინეთ თუ დაგჭირდებათ. იმ კუთხით რომ შეიძლება გარედან ვიზუალით სხვა რაღაცა სავლენს ადამიანი იქ ასიდენ სავლენს ან მერკურს სავლენს ან მარს სავლენს, ახლა მარსი ტყუპში მყავს და ძალიან სუბუქი ვარ, მაგრამ შინაგანად თვარე როგორც ქალი ეს საკმაოდ სერიოზული ადამიანი არის და ცოტა ცივი აქედან გამომდინარე, უჭირს ადაპტაცია სიტუაციებში, უჭირს გადახარშოს ბევრი ინფორმაცია, მოერგოს ბევრ სიტუაციას, აქ გულისხმობ ემოციურ ადაპტაციას, რომ აი რაღაცები თუ ხდება, უცებ, ხო? ვერ მიყვება თვარე დღისქა, მერე მოდის რაღაცეები, შეიძლება სტრესი კონდეს და აი რომ გადის ეს სტრესი, მერე დაარტყას ან ფსიქოსომატიკაზე, ან ხასიათზე ვეღარ იყოს, გვიან წვავენ, მოდით ესე ვთქვათ, მათ სხეულში რა ხდება. და ან შეიძლება კონდეს ის, რომ არის ჯანმრთელობაზე რაღაც პრობლემები აქვს და ვერ მიხვდეს, რომ რაღაცა ჭირს, ან ვერ არის კარგად, ან წნევა კონდეს და ვერ მიხვდეს, რომ წნევა აქვს. ხო, იმიტომ რომ აგვიანებს სატურნიანული ენერგია არის ეს და აგვიანებს. სხვათა შორის ერთი პოზიტივი აქვს ამას, რომ რაც უფრო ასაკი ემატებათ, მით უფრო კარგები ხდებიან თვარე დღისრქა ქალები, უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ქალურობას, იმიტომ რომ ქალური ენერგია არის მთვარე და თავიდან, ანუ სატურნს უყვარს ზოგადად ასაკი. ასაკში იშლება სატურნი კარგად. მანამდე ნეგატიურად არის ხოლმე გამოვლენილი, იმიტომ რომ გამოცდილება ჭირდება მას და სხვა შორის აი ქალური რეპროდუქციული სისტემა იქნება ეს თუ ქალებში გულისხმობ, თუ ქალური ენერგია იქნება, სილამაზე, ესტეტიზმი, ან ოჯახური თემა, ან შინაგანად ბუნებით იზრდება გვიან თვარე დღისრქა. აი იმ სერიოზულობის მიღმა სადღაც რაღაცა გამოტოვა, განვითარება თვარე დღისრქამ, არ მიიღო ის ემოციური დახმარება, ის ემოციური საჭიროებები, რაც მას ჭირდებოდა, გაიყინა სადღაც დროში და გვიან იწყება ამის გალღობა. აი ეს უკვე ძალიან ისეთ ფილოსოფიურ ფსიქოლოგიურად რო აგიხსნათ, თვარე დღისრქის პროცესი ეს არის ხოლმე და ამიტომ უფრო ასაკში 40 წლიდან, უფრო 35-40 წლებიდან უკვე უფრო ხვდება რა უნდა, უფრო კონტაქტზე გადის საკუთარ სურვილებთან. პასუხისგებლობებიდან ჩამოდის და შეიძლება თავის თავზე დაიწყოს რონა ძალიან მსგავსი არის მთვარე სატურნის ასპექტზეც, მაგალითად ვისაც აქვს მთვარე სატურნის ან შეერთება ან კვადრატურა ან ოპოზიცია, ეს არის გვიან რომ იზრდებიან უკვე ფსიქოლოგიურად და ანებებენ სხვებს თავს და იწყებენ საკუთარ თავზე ზრუნვას, ხო? იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ გაიხედავენ უფრო სატურნიანულ მთვარის ახასიათებს, ახლა რა სხვები მოიხედავს და აღმოჩნდება რომ არავინ მასე არ ზრუნავდა და ყველაზე თვითონ ზრუნავდა. მთვარე დღისხაზე მთვადისედ რა
დრამატულად ვერ ვიტყვით, აქ სატურნი უფრო აფუჭებს მთვარეს, მაგრამ მთვარე თხისქასაც ის ახასიათებს, რომ ის მარტოა, ემოციურად მარტოა, სახლში ჭირდება მას მარტო თავისი სივრცე კონდეს, არ არის მთვარე მერწყულივით, რომ ეხა ემოციურად მე ყველასთან ვიშლები, ხო ეს მარტო სულობა არის ზოგადად მთვარე თხისრქა. Are მეათე სახლიც გარკვეულწილად, უბრალოდ მეათე სახლიც ცოტა კიდე სხვანაირად მუშაობს ის კარიერაში და უფროსებთან და მამასთანაც მუშაობს, მაგრამ მაინც ეს არის საერთოდ რო იცოდეთ, სადმე როაც არის ხისრკული ენერგია ჩართული, მარტოობის ენერგიაც არის, ხო მე არავინ არ მჭირდება, მე ვარ ჩემი თავის ბოსი. და ქალებში ეს ემართებათ ქალებს და მაგიტომაც არის რომ დიდად ემოციური ჩართულობა არავისთან არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ძალიან კარგად არიან მარტო უფრო მკლავდებიან სიმშვიდეში იმ თავის შინაგან სამყაროს ვიდრე ვიღაცებთან ჩართულობით, ხო? ამ შემთხვევაში განსხვავდება მთვარე მერწყული. იმიტომ რომ მთვარე მერწყული ეს არის ძალიან მხიარული, ძალიან მეგობრული ემოციური მოთხოვნილება მეგობრობის, სოციალურობის, ჯგუფებთან ყოფნის მაგალითად, ხო? და თავისუფლების პლანეტა ეს არის ჩვენთან ურანი. ურანი მართავს მერწყულს, მერწყული მართავს მე-11 სახლს და აი მთელი ეს ჯაჭვი ჩართული როცა არის, ხო? ან მე-11 სახლში არის მთვარე მაგალითად. ეს არის ემოციურად ამ ადამიანს მოთხოვნილება აქვს. სოციუმთან ურთიერთობის, ემოციურად მოთხოვნილება აქვს, რაც თავია თავისუფალი გარემოსი. ის აი მთვარე თხისრქა თუ ძალიან კარგად არის კლასიკურ ესეთ დაშტამპულ საზოგადოებაში, ხალხსტუხიან საზოგადოებაში და აი ბოსებთან ან თანამდებობებზე ეს ემოციურად ძალიან კარგად არის ეგეთ შარვალ კოსტუმ ამპლუაში. მთვარე მერწყული აბსოლუტურად ვერ ჩდება ეგეთ გარემოში, მისთვის მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, აი მაგალითად რო არის ხოლმე ფესტივალები მუსიკალური, მთვარე მერწყულები ყველაზე კარგად გრძნობენ ეგეთ ადგილებში თავს, თავისუფლებასადაც არის მეგობრობა, ჰუმანიზმი, ჰუმანური დამოკიდებულებები ერთმანეთთან და ემოციურად ეს არის ამავე დროს ცოტა ჰაერისტიკი არის, ხო, მერწყული. დაუფრინავთ სადღაც ისე სივრცეში ვართ, სადღაც თავისუფლებაში ვართ, ფრთები, მაგ და ფრენა მინდა. ეს არის მთვარე მერწყული და სხვა შე ძალიან უყვართ ხოლმე ესეთი ემოციური დრაივი სიტუაციები, სადაც აი მოულოდნელად გამოვედი, აი ჰაერის სიტუაცია არის, ხო ხდებით, მეგობრებთან ურთიერთობაში ვარ, აი ურთიერთო ემოციური მოთხოვნილება მეგობრების ან სხვებთან ურთიერთობის ეს არის. ძალიან გავს მთვარე ტყუპებს, უბრალოდ ტყუპები არის კომუნიკაცია, ვილაპარაკო, სულ ინფორმაციას უსმინო, მერწყული არის უფრო სივრცეში მინდა ვიყო. აი სახლის კი, სახლში რო ვარ, არ უნდა იყოს სახლში ახაც შეზღუდულობა, ბევრი ხალხი, ფეხებში რომ ედება რაღაცეები, აქ უნდა იყოს სივრცე. აქ უნდა იყოს ჩემი პირადი სივრცე დიდი, ხო? და გარემოშიც ესე არის, რომ მათ სივრცე ჭირდებათ. აი თხისქას თუ სიმშვიდე ჭირდება, პირიქით ხმაური ჭირდება მერწყულს. სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს. შეიძლება სახლი, იმიტომ რომ მთვარე სახლის სიგნიფიკატორია ამავე დროს. შეიძლება სახლი იყოს ადამიანისთვის რომ მეგობრების და თავშეყრის ადგილის მშვენიერი ის გარემო, მაგალითად, ხო? სადაც ბევრი მხიარულება არის, მეგობრებია, იდეების გაცვლა არის, თანამოაზრები არიან მაგალითად ადამიანები და ასე შემდეგ. ემოციური მოთხოვნილება ასევე მეგობრობის დედასთან და ოჯახის წევრებთან. აი ურანი მთვარე ცოტა აზიანებს ურანი არ გვყვარს მთვარესთან, მართალი რო გითხრათ, მაგრამ მსგავსად შეიძლება იყოს, რომ მე ემოციურად თავისუფლება მჭირდება. სხვა შეიძლება ნაკლებად არიან ესეთი დედები, ქალები, დედები, კლასიკური გაგებით, ეს არის უფრო მეგობარი, გვერდში მდგომი, თანამოაზრე, აი უფრო მანდ წევენ ხოლმე დედობას და კაცები მთვარე მერწყულით ეს არის ადამიანი, რომელსაც ქალი ჭირდება თავისუფლებაში, თავისუფალი, არასტანდარტული ჩარჩოებში რო არ ჯდება საერთოდ, ხო? აი ესეთი ფსიქოტიპი შემოდის ხოლმე აქ, ხო, კაცის შემთხვევაში.
და ემოციური მოთხოვნილება ამ და გარემოში ქალთან თავისუფალი რატომ უნდა იყოს, რომ მეც მომცეს ეს თავისუფლება გარკვეულწილად, ხო, სივრცე იყოს ოჯახში რაღაც, აი თავისუფალი სივრცე იყოს. მე-11 სახლში ემოციური, ხაშს მეგობრები, ემოციურები, ამ გრძნობიარები, სახლები თვითონ გვყვება უკვე პლანეტა როცა იქ არის, ვინ არიან ეს მეგობრები და მე როგორ მეგობრებს ვირჩევ, ხო, მე-11 სახლს გულისხმობ. და აქ არის ეს აი თავისუფლების მოთხოვნილება, ისევ თანამოაზრეობის, რომ მე მჭირდებიან თანამოაზრეები, მე მჭირდება ისეთი ურთიერთობა, სადაც ჩემი ინტერესები, ზუსტად აი ხა რო არის მაგალითად ჯგუფები, ხო, ცხოველების მოყვარულები, წიგნების მოყვარულები, ყველგან ხო არის თავის ინტერესების ჯგუფები გაერთიანებული. ხა თქვენ ხართ ჩემთან ასტროლოგიის მოყვარულები. ეს მერწყულური და მე-11 სახლური ისტორია არის, ხო, ვერთიანდებით მსგავსი ინტერესების ადამიანს. ტიპიური მე-11 სახლი, ტიპიური მერწყული მთვარე. არ შეგეშალოთ მზეში, ხო, ზოგჯერ შეიძლება ხოლმე, რომ მგონიათ, რომ ზოდიაქოებზე ლაპარაკობ და ეს არის მთვარის მდებარეობა. თუმცა პრინციპი ერთი არის ახლა ნიშნებში, უბრალოდ მთვარე სხვა დატვირთო აქ და მზე სხვა დატვირთო აქ, განსხვავება ეს არის. და მთვარე თევზები. მთვარე თევზები, რომელთაც ახლა სატურნის პერიოდი აქვს და ცოტა რთული პერიოდი აქვს, მთვარე თევზებში მეგობრებო ეს ცოტა ემოციური ენერგია არის, ესეთი ხალხი არიან ძალიან შინაგანად, ესეთი ალტრუისტული ხალხი, ემოციური მოთხოვნილება ყველა უყვარდეს, სულიერი იყოს მაგალითად, ხო, აი ყველას მიმართ აქვს რაღაც კეთილშობილური, კეთილი ხალხია ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა აგრესიულობა ემოციურ დონეზე, სიკეთის, აი გაგება ემოციურად ყველასი, ემპათიურობა ძალიან დიდი, ხო, მე გრძნობ სხვა ადამიანის ტკივილს, აი ეს არის მთვარე თევზების თემატიკა, მე იმდენად გრძნობ, რომ ზოგჯერ ვერ ხვდები ეს ჩემია თუ სხვისია, სადღაც ემოციურად იკარგებიან სხვის ემოციებში და ერთიანდებიან, რა არის თევზების პრინციპი, კოლექტიურ არაცნობიერში შევიდე და დავიკარგო, ხო? ანუ მე როგორც საერთოდ ჩემი ინდივიდუალიზმი კი არა, მთელი მე ემოციურად ვარ ათქვეფილი სხვებში, ხო? აი ზოგჯერ მთვარე თევზებს შეიძლება ჩვენ ველაპარაკოთ და ჩვენი უფრო იგრძნოს ხოლმე ვიდრე თავისი ტკივილი მაგალითად. ხა ჩვენი სხვისი უფრო შემოვიდეს მასთან ვიდრე თავისი. როგორც კი თავის ემოციებში გადავდიან, იქ ცოტა ბურუსი არის. იმიტომ რომ ამ მთვარეს აქ ემოციური მოთხოვნილება სხვების ემოციებს შეერწყას მაგალითად, სხვების შეგრძნებებში შევიდეს კარგად, ხო? და აი აქ იწყებს მე თვით იდენტიფიკაციასაც. მე რას გრძნობ, მე როგორი ვარ მაგალითად, ხო? აი თვითონ პროცესი რო აგიხსნათ, მთვარე თევზები როგორ მუშაობს. ამავე დროს ცოტა სენსიტიური არის, ცოტა სუსტი შეიძლება იყოს ემოციების თვალსაზრისით, ადვილად შეიძლება გული აუჩუყდეს, იქ ცხოველი რომ მოკვდეს, ან რაღაც ისეთი მოხდეს, ბუნებაზე ზრუნავენ ძალიან, ემოციურად არიან, აი რაც არ უნდა მძიმე რუკა კონდეს, ან მე-12 სახლში თუ არის მთვარე ან თევზებში, ეს არის სენსიტიური მგრძნობიარე ადამიანი. სხვათა შორის მე-12 სახლ მთვარე ცოტა სხვა რაღაცაა. ახლა კლასიკური ფორმულა არის, ჩემთან რომ მოდიან ემიგრაციაში რო არიან ქალები და შვილების რუკა აინტერესებთ, ბავშვებს ყოველთვის აქვთ მე-12 სახლში თითქმის მთვარე. და ეს არის რომ დედა სადღაც არის, არ ვიცი, სადა ემიგრაციაშია. ონლაინ ვეხმიანები მე-12 სახლი ონლაინ არის, ხო? ან შორიდან ვიცნობ დედას, მე ახლოს არ ვიცნობ, ზოგჯერ ეს გაგებაც არის. და მთვარე თევზებში ხშირად ვეუბნება რომ დედა რომელიც ძალიან ემოციურია, გასულია სადღაც თავის სამყაროშია სიტყვაზე, ან ყველა ეცოდება, ყველასთან, ან ბებია იყო ეგეთი სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ ხა მთვარე ზოგადად ოჯახში მნიშვნელოვან ფიგურებთან არის დაკავშირებული ემოციურად, ან შეიძლება ორივე ერთად იყო. და მთვარე თევზებში არის ზუსტად ეს, რომ ან არ იყო დედა საერთოდ, ან ემოციურად არ იყო ჩართული, ან იყო იმდენად, რომ აი ძალიან გრძნობიარე იყო, ძალიან ემოციური იყო მაგალითად და სადღაც ცოტა ან ტიროდა ბევრ ზოგჯერ არის ნეპტუნთანაც ისის ხოლმე მთვარე ნეპტუნი ეგრე. ბევრს ტიროდა, ბევრი ქონდა აკიდებული თავის თავზე, ან საწყალი ქალი იყო, ან უბედური ქალი იყო, ან მეწოდებოდა. აი მსგავსი ისტორიები შემოდის ხოლმე აქ მთვარე თევზზე და არ არის აუცილებლობა პლანეტები უფრო ქმნის. აი ნეპტუნი, როცა არის მთვარესთან, უკვე ამ სიუჟეტს ქმნის და უბრალოდ როცა არის აქ მთვარე,
თევზებში. ეს არის ძალიან ემოციური და სენსიტიური ადამიანი. ემოციური არა კერჩხიბულად, არა მორიელურად. იქ მართლა ღრმა ემოციები არის. აქ არის უფრო ბურუსი, აი სადღაც რომ აი ზის ადამიანი და უცებ მოწყდება და სადღაც არის მთარე თევზები, მაგალითად. ან ყველასთან არის და მე ვერ ვხედავ მის ემოციებს, რას გრძნობს, რა უნდა, მე ყველაფერს ვხედავ მაგის გარდა. სიტყვაზე, ხო, აი სადღაც ჩემი ემოციები იკარგება, ჩემი ემოციების ტრანსლირებას ვერ ვახდენ გარემოში, ხო? აი ესეთი ტენდენცია შეიძლება გამოვლინდეს. ძალიან კარგები არის ამ მთარი თევზები თერაპიულად, თუ მუშაობენ თავზე, ან ზოგადად სხვებთან თერაპიაში თუ არიან, ან ბუნების დაცვის სფეროში თუ არიან, ზოგადად, ანუ ემოციური მოთხოვნილება, ბუნებასთან კონტაქტი და სხვათა შორის ძალიან კარგად გრძნობენ თავს. აი მთვარის რეაბილიტაცია ხდება გარკვეულწილად, როცა ხა მთვარე რა ზონაშიც ყავს იქ რო ვართ ჩვენ ჯანსაღად რეაბილიტაცია ხდება ფსიქიკის და აი წყალი შეიძლება იყოს ფსიქიკის რეაბილიტაცია მთვარე თევზებისთვის შეიძლება ბუნებაში უბრალოდ გასვლა და დასვენება მშვიდ გარემოში შეიძლება იყოს უბრალოდ მარტო ჩემთვის მუსიკას უსმენ აი ემოციური მოთხოვნილება მუსიკასთან ურთიერთობის შეიძლება ეს მომენტი გქონდეთ და აქ მიდის რეაბილიტაცია ფსიქიკის ფაქტიურად და ძირითადად ეს მინდოდა თელის ანალიზი რო გითხრათ, ეს მინდოდა მე თქვა და სულ მაგწყდება ხოლმე რომ მოიწონოთ ან დაალაიქოთ, ან გამოიწეროთ რა ვიცი რაც ქვია ხოლმე, ესე იგი თავში უნდა თქვა ხოლმე და ისე გამიტაცებს ეს საუბარი რომ მიწღებში მავიწყდება და სულ ეხლა გამახსენდა ბოლოში უკვე რომ თელი თემა მოვითავე, ეხლა გამახსენდა. თუ გექნებათ ინტერესი კომენტარები დამიწერეთ. შემდეგ გავაკეთებ ვენერაზე. იმიტომ ვენერა ქალური პლანეტა არის და ეს ქალური თემები ერთად მოვჭეთ. დააკორდით მეგობრებო თქვენი თვარე როგორ მუშაობს, შეისწავლეთ თქვენი შინაგანი სამყარო, რას აკეთებთ სწორად იმ კუთხით, რომ სად აძლევთ რეაბილიტაციის შესაძლებლობას თქვენს ემოციებს, სად ვერ აძლევთ, სად მოდის სახლში დესტრუქცია მაგალითად, სხეულს სად უშვებთ თქვენ ხელიდან, იმიტომ რომ თვარე სხეულთან კონტაქტი არის, უსაფრთხოება არის. აი სად იხარჯება თქვენი ფსიქიკის დიდი ნაწილი, რომელიც მე შეიძლება ენერგია აღარ გქონდეთ, დაღლილები იყოთ მაგალითად, ხო? და აი ამას მეაქციათ ყურადღება ეს თვარეში ჩანს, ChatGPT-ში ჩაგუგლეთ, ვიდეოებს უსმინეთ, თუნდაც ჩემსაც მაგალითად ცოტათი მაინც წაგწევთ წინ დაგეხმარებათ და მე თქვენი პოზიციებიც მაინტერესებს, თქვენი უკავშირიც მაინტერესებს. და მაშინ დაგემშვიდობებით და დროებით მეგობრებო, იმედია სასიამოვნო იყო თქვენთვის ჩვენი აი ეს ვიდეო მაგალითად დროებით.